გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. ჩვენ მართლა ვართ მათი წევრები და აი ეგენი ვინ არის? შიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებაში გურჯაანში პარტიიდან რამდენიმე წევრი გარიცხეს. რას უკავშირებენ ამას კოალიციის მხარდამჭერები და ჰქონდა თუ არა რაიონულ ორგანიზაციას მათი გარიცხვის უფლება? თუ თქვენ აღარ გაჩერდებით, მაშინ ჩვენ გამოვალდებით, რომ თქვენ ახართ ჩანერგილები, თქვენ არ ახართ ჩვენი წევრებიო. პროტესტი რო გამოთქვეს ეს გახდა მიზეზი? არის ბევრი საკითხები ისეთი, რომელიც ახლა ამ თუ ვერ მოგახსენებთ. ბაზისუბნის ანაგირეს მონასტერში ნეკერჩხლის ტოტზე ჯვარი გამოისახა. როგორ აფასებს უჩვეულო მოვლენას იქ მოღვაწებერი? ხემოუჭერეს და იყო ჯვარი გამოსახული თითლად. ეს არ არის სასწაული. ეს არის ნიშანი ლოცვისა. აქცია თელავის სასამართლოსთან, რატომ გააპროტესტეს კისის ხეველებმა ახალგაზრდების დაჭერის ფაქტი. არავითარი დანაშაული იმათ არ ქონდა. აი ამოდოლა ხალხი, რითვინა ვართ მოსულები. სპეციალისტებმა ხუჭუჭასგან მიყენებული ზარალი შეისწავლეს, რამდენად საგანგაშოა მდგომარეობა ატმის ბაღებში. საერთო ჯამში რომ აი სერიოზულად არის დაზიანებული, ეს იქნება დაახლოებით 10-12%. ფაშიზმზე გამარჯვების 70-მე წლის თავი და სამზადისი, როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე გურჯაანში. პირველ რიგში შევამკობთ ძმათა საფლავს გვირგვინით. საღამო მშვიდობისა. პარტიიდან გარიცხული ქართული ოცნების წევრები გურჯაანში მხარდამჭერები ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს განმარტებას თხოვენ. მათ ეს გადაწყვეტილება გურჯაანის გამგეობის შენობაში გააპროტესტეს. ოცნების მხარდამჭერები პარტიიდან გარიცხვას კულტურის სახლის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს უკავშირებენ. ჰქონდა თუ არა რაიონულ ორგანიზაციას მათი გარიცხვის უფლება, ნინო სამნიაშვილი არკვევდა. მოდიახა, ვარსკურა პარტიის წევრი მითხარი. რა ბრიფინგი რო გააკეთე განცხადებები გამანუგადამბრიერთ, მოდიახა. ქართულმა ოცნებამ მოულოდნელად პარტიიდან ის წევრები გარიცხა, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ 22 აპრილს გამგეობაში ნაციონალებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების დროს ქართული ოცნების გვერდით იდგნენ. რამდენი ხანის იქნებიან ეგენი ჩვენც იქამდე ვიქნებით და გაგვიცხა თურმე გაგვიცხა ჩვენ სამსახურსა პარტიიდან. დღესაც სიმბოლურად კვერცხების სროლის ადგილას შეიკრიბნენ. ამჯერად არა ქართული ოცნების გვერდით, არამედ მათ წინააღმდეგ დადგნენ. ეს ხალხი ვინც არიან? გამგებელი, თავისი მოადგილებით, აპარატის უფროსები, სამსახურის უფროსები, თანაშემწები, სადაც არ აყოფილა ეს ხალხი ჩვენს გვერდით. და საიდან მოიყვანეს, არ ვიცით, როგორც კიდე იგრძნეს საბარძლების სუნი, მაშინვე ამაზე მოვიდნენ. და ჩვენ არ აყოფილოთ ქართული ოცნების წევრები და ჩვენ აყოფილოთ ჩანერგილები. ამას გუშინ ასე გვითხრეს, თუ აღარ გაჩერდებითო საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც არის პარტიის თავმჯდომარე ჩვენი. ესეთ გვითხრა, რომ თუ თქვენ აღარ გაჩერდებით, მაშინ ჩვენ გამოვალდებით, რომ თქვენ ახართ ჩანერგილები, თქვენ არ ახართ ჩვენი წევრებიო. ქართულ ოცნებას ნუ აბრალებს ნურავი ნურაფერს. ეგენი არ არიან ის ხალხი. ვინც ქართულ ოცნებაში ჩვენ ვემსახურებოდით და დღემდე მოვდივართ ქართულ ოცნებაში. ოცნების მხარდამჭერები პარტიიდან გარიცხვას რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს უკავშირებენ. ახლა გაპატიე? არ გაპატიებ, გიცოდი. შენ გააკეთე ყველაფერს. შენ აკეთე ფულებს. ფულის ვიჭამელი ხარ. აი ბაზიკიცე. აი გაკეთე. შენ დაგაყუდონ. აი თუ არა და დაგანახებ, საიდან მოხდი შენ აციონალ შედა. ჩვენ ვართ სპეცნაზელები, მე და ეს, მაგრამ რომ გაუჭირდება, იქუდა ვიყდით თოფები, გაბას ვინმე მგითხრათ რომ იყოფილიყავით თუ თქვენინებით. არა, ჩვენინებით რა თქმა უნდა. სამი დღე გამოიხედავდა მან და ხართო? არ წახვიდეთ. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვარნო ბერიძიშვილმა რამდენიმე წევრი პარტიიდან მართლაც გარიცხა, თუმცა კონკრეტულ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს. თქვენაც გაინტერესებთ, ესენი არიან პარტიის წევრები თუ არ არიან, პარტიის თავმჯდომარე ნამდვილად გააკეთა ამისი განცხადება, ეს არის ცნობილი ფაქტი და ყველაფერს ზუსტად მოგახსენებთ. მიზეზი რა გახდა, რომ გარიცხეთ პარტიიდან? მიზეზი რა არის? წესდების დარღვევები დააფიქსირდა თავმჯდომარემ. კონკრეტულად რომელი? კონკრეტულად ყველაფერს გავეცნობთ და ბრიფინგზე მოგახსენებთ უახლოეს მომავალში ძალიან მალე. პროტესტი რო გამოთქვეს ეს გახდა მიზეზი? არის ბევრი საკითხები ისეთი, რომელიც ახლა ამ თუ ვერ მოგახსენებთ. ოცნების მხარდამჭერები ამბობენ, რომ რაიონულ ორგანიზაციას მათი პარტიიდან გარიცხვის უფლება არ ჰქონდა და ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ ოფისს უნდა მიეღო. ამიტომ პროტესტის ნიშნად ისინი მხარდამჭერების შეგროვებას და გამგეობის წინ აქციის გამართვას გეგმავენ.
უჩვეულო მოვლენა ვაზისუბნის სანაგირეს მონასტერში. მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავების დროს მოჭრილი ნეკერჩხლის ტოტზე ჯვარი გამოისახა. მონასტერში მოღვაწე ბერი მამა ევსები ამას რწმენის გაძლიერებისთვის ღვთისგან მოვლენილ სასწაულად მიიჩნევს. სანაგირეში სულ მალე ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყება. აშენდება კელიები და მომავალ წელს ბერები სხვადასხვა მონასტრებიდანაც ჩამოვლენ. დღეს კი ხეზე გამოსახული ჯვარი ვერა იაშვილმა საკუთარი თვალით ნახა. ეს არ არის სასწაული, ეს არის ნიშანი ლოცვისა. ვაზისუბნის მე-11 საუკუნეები დათარიღებული სანაგირეს მონასტერში ნეკერჩხლის მოჭრილ ტოტზე გიორგობამდე 2 დღით ადრე სისხლიანი ჯვარი გამოისახა. სასწაულის პირველი თვითმხილველი სანაგირეში მოღვაწე ბერი მამა ევსებია. მისი ინფორმაციით მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას კელიების ასაშენებლად ამზადებენ და დაზიანებულ ხეებს ჭრიან. სწორედ ერთ-ერთი მოჭრილი ხის ტოტზე გამოისახა ჯვარი, რომელზეც გამოსახულება თანდათან ფერმკრთალდება. მამა ევსების აზრით ეს ღვთისგან მოვლენილი სასწაულია, რომელიც მრევლს რწმენის გაძლიერების მოუწოდებს. ხლამას უკვე კარგად არ ეტყობა, უკვე რომ შრება. და კარგად გამოკვეთილად იყო ეს ჯვრები. ეს არის ნიშანი ლოცვისა. აი თვითონ წინასწარ მეტყოლებაში არის რომ ბოლო ჟამის დროს ჯვრები გამოისახება კედლებზე, ხეზე, ზეცაშიც. და ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ლოცვა, ალბათ არ ლოცულობთ ისე როგორც საჭიროა. აი ნიშანია ჯვრის გამოსახვა საერთოდ ნიშანი იმისა, რომ ლოცვა გავაძლიეროთ. ვასუფთავებდით, ხეები დავჭერით ეკლესიის მიდამოებში და რა ვიცი, ხე მოვჭერით. ვასუფთავების დროს პატარა ხე მოვჭერით და იყო ჯვარი გამოსახული თითლად სისხლი. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაუხადო ზემო ბეთლემის ეკლესიის წინამძღვარს მამა იოანე როსტიაშვილს, რომელმაც ღვთისშეწევნითა და მის დიდი დახმარებით თავი მოედგა საერთოდ ზოგადად ამ ეკლესიის რესტავრაციას. ვაზისუბნისთვის უდიდესი სიწმინდეა, როგორც მისი დიდი კულტურული და ისტორიის ნაწილი. ჩვენი სოფლისთვისაც ამ სასწაულს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენი სოფლისთვის, ზოგადად ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ რწმენაში უნდა გავძლიერდეს. შუა საუკუნეების სანაგირეს სამონასტრო კომპლექსში წმინდა გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, ღვთისმშობლის და მასზე მიდგმული ერთნავიანი წმინდა ბარბარეს სახელობის ბაზილიკა შედის. ამჟამად მონასტრის ტერიტორიის გასუფთავება მიმდინარეობს და მაისის შუა რიცხვებიდან ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყება. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით სანაგირეს სამონასტრო კომპლექსი სრული რესტავრაციის შემდეგ ტურისტებისთვისაც საინტერესო გახდება. ეკლესია როგორც გვაღვნიშნეს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი 2 წლის წინ მოხდა ეკლესიის სახურავის მოწყობა, გაუკეთდა დროებითი სახურავი, რათა ძეგლი არ დაზიანებულიყო ჩასული წვიმის წყლებისაგან. გაკეთდა ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი. სანაგირის ეკლესიის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურიზმის განვითარების კუთხით. გასულ წელს სახელმწიფოს დაფინანსებით გაკეთდა სანაგირესთან მისასვლელი 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომელიც მოიხარეშა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურიზმის განვითარების კუთხით. სანაგირეში დღეს მხოლოდ ერთი ბერი მოღვაწეობს, თუმცა კელიების აშენების შემდეგ მომავალ წელს ბერები სხვადასხვა მონასტრებიდანაც ჩამოვლენ. სამუშაოები კი მცხეთა თბილისის ეპარქიის ზემო ბეთლემის წინამძღვარის იოანე როსტიაშვილის, ზემო ბეთლემის მრევლისა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით განხორციელდება. თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მოსახლეობამ 4 ახალგაზრდის დაჭერის ფაქტი დღეს რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტა. კისისხეველები კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ და ახალგაზრდების უდანაშაულობაზე საუბრობენ. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყეს და სოფლიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, მოსამართლემ 4 მათგან 7,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ელი სოფელი დგას აქ აღელვებული, იმიტომ რომ რატო დაიჭირეს ეს ბიჭები? ასე ხო არ არის რომ დაიჭირონ და სასამართლოში წავიდნენ და ციხეზე გაუშვათ, ხო? რატო უნდა გავაუბედუროთ ეს ახალგაზრდობა? ჩვენი შვილები გარეთ ვეღარ უნდა გამოუშვათ? თავი და თავი. აი მთელი სოფელი ვდგევართ აქ. თავი და თავი არის ის, რომ გამოიძიონ თუ არიან დამნაშავეები დაისაჯონ, კი ბატონო, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, მაგრამ ვინც ეს პროვოკაცია წამოაგო, ვინც დაიწყო, რატომ იმ პიროვნებას არ დაკითხავენ, ჯერ ნაწილი ვართ სოფლის წამოსული და თუ ეს უსამართლობა ასე იქნება, დამერწმუნეთ, რომ მთელი სოფელი დადგა, არა მარტო ერთი სოფელი, 3 სოფელი შევერთდებით
და სამივე სოფელი დადგება რომ სამართალმა იზეიმოს. სოლიდარობას უცხადებ ჩემი უბნის ბიჭებს, იმიტომ რომ არ იყვნენ დამნაშავეები ისეთი როგორც წარმოსახეს და როგორც აი რაც გააკეთეს არ იყვნენ ისეთი დამნაშავეები. ყოველ შემთხვევაში ის ორი ბავშვი მაინც რომელიც ჩემთან ერთად მივიდა იმ ყვირილზე. ერთი ფლოსტებით გამოვარდა რომ გაეგო რა ხდებოდა და მეორე ქვემოდან მორბოდა კიდე რომ გაეგო რა მოხდა და ის სანამ იმას იკითხავდნენ რომ რა მოხდა ისე პირქვე წააგდეს და ის კიდე დაიჭირეს. პოლიციას ვადანაშაულებ, აბა რა მოხდა რომ იქ იყვნენ და საუბრობდნენ ბიჭები. არავითარი დანაშაული იმათ არ ქონდა. აი ამოდოლა ხალხი რითვინა ვართ მოსულები. თუ უარგისები და გადასაყრელები არიან, არ ჩვენ არ დავიცავდით. სპეციალისტებმა ხუჭუჭასგან მიყენებული ზარალი შეისწავლეს, რამდენად საგანგაშოა მდგომარეობა ატმის ბაღებში. საერთო ჯამში რომ აი სერიოზულად არის დაზიანებული, ეს იქნება დაახლოებით 10-12%. ფაშიზმზე გამარჯვების 70-მე წლის თავი და სამზადისი, როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე გურჯაანში. პირველ რიგში შევამკობთ ძმათა საფლავს გვირგვინით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს ჩუმლახში ატმის ბაღები დაათვალიერეს და დაავადება ხუჭუჭასგან მიყენებული ზარალი ადგილზე შეისწავლეს. გურჯაანის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ნარგავების მხოლოდ 10-12%-ია დაზიანებული. სათანადო მოვლის შემთხვევაში კი ფერმერებს მდგომარეობის გამოსწორება შეუძლიათ. ივანე ბასილაშვილი მოსახლეობას წამლობის ჩატარებას აგროვადებში ურჩევს. დავათვალიერეთ და ვერც ერთი ხიდან ვერც ერთი ჩამოვარჯნილი ნაყოფი ჩვენ არ გვინახია. საერთო ჯამში რომ აი სერიოზულად არის დაზიანებული, ეს იქნება დაახლოებით 10-12%. და ესეც როგორ არის, იცით? თუ პატრონი კიდევ იმას სულ არ წამოვა და არ გამოვა იქიდან, ის მცენარე მithom ხმებაო, არ არის გამხმარი. და არც გახმება იმისაც რომ ახალი ბოთოლი მოვაქვს. საჭიროა შეიწამლოს. კოლბაქში მე-12-13 საუკუნის წმინდა მარიამის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ტაძარში წირვა, ლოცვა ყოველკვირეულად აღევლინება. რეაბილიტაციისთვის თანხები ფონდ ქართუდან გამოიყო. სარემონტო სამუშაოები დღეს სოფლის რწმუნებულმა და ძეგლთადაცვის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარგოზაშვილმა დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით წელს დაგეგმილია ბეჯინის 9 საყდრის, ჯიმითის წმინდა გიორგის ვაზისუბნის კვირა, ცხოვლის, კალაურის, ნათლის მცემლის და ბაკურციხის ღვთისმშობლის ტაძრების რეაბილიტაციაც. ეკლესია არის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელობის, არის დარბაზული ტიპის ეკლესია, ნაშენი არის ძირითადად რიყის ქვით. ეკლესიას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით, ანუ მე-12-13 საუკუნეებით. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია ეკლესიის სახურავის მოწყობა, გადახურვა, აგრეთვე ინტერიერში შიდა სამუშაოები, იატაკის მოგება და სხვა სამუშაოები, რის შემდეგაც ეკლესია დაებრუნებს თავის თავდაპირველ იერსახეს. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, საომავლოდ რო დასრულდება სადღაც თვენახევარში, ეყოლება აუცილებლად მრევლი, ვაკურთხებთ, მამა ვაკურთხებს და სამომავლოდ იგეგმება ასევე ივანიშვილის ფონდიდან ორი ციხის რეაბილიტაცია. გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების 70-მე წლის თავის აღსანიშნავად ემზადებიან. მილოცვებს წელს მხოლოდ 26 ვეტერანი მიიღებს. გაიმართება კულტურული და გასართობი ღონისძიებებიც. გურჯაანელი ვეტერანები საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მედლებთან ერთად ფულად საჩუქრებსაც მიიღებენ. ხვალინდელი დღის სამზადისის დეტალები ნახეთ ეთერ თეთრაძის სიუჟეტში. სხვადასხვა წლებში მიღებულ მედლებს წელს კიდევ ერთი შეემატება. ომის ვეტერანმა სოსო ბეციაშვილმა ხვალინდელი დღისთვის მზადება უკვე დაიწყო და ჯარისკაცის პიჯაკი არადიდან საგანგებოდ უკვე 70-მეათედ გადმოიღო. ამბობს, რომ 9 მაისი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია ძალიან, რომ ხდები 70 წლის თავს. დიდად დასაფასებელი არის ჩემთვის ეს დღე 9 მაისი. ადრობელი ვარ სახელმწიფოსი და სახელმწიფოს მესვეურებისა, რომ კიდევ დამადიდოებენ.
სანამ ომის ვეტერანი ემზადება, ღონისძიების ორგანიზატორები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. უკვე ცნობილია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის თავს ხვალ გურჯაანშიც აღნიშნავენ. გამგეობის წარმომადგენლები 11 საათზე კარდენახში 9 მაისის მემორიალს, 12 საათზე კი გურჯაანში ძმათა სასაფლაოსა და მარადისობის კედელს გვირგვინებით შეამკობენ. ომის ვეტერანების საპატივსაცემოდ ღონისძიებაც გაიმართება. დიდების მემორიალზე დაგეგმილი ღონისძიება დაიწყება 12 საათზე. პირველ რიგში შევამკობთ ძმათა საფლავს გვირგვინით, შემდეგ გადმოვინაცვლებთ მემორიალზე, სადაც იქნება დაგვხვდებიან ვეტერანები, მოწვეული სტუმრები. ყველა სოფლის კედელი შეიმკობა გვირგვინებით და ყვავილებით. შემდეგ გადმოვინაცვლებთ მარადიულ ცეცხლთან და შეიმკობა ასევე გვირგვინებით. კომპლექსური ღონისძიება იქნება სცენაზე. მიმართავენ სიტყვით ვეტერანებს მისალოცი სიტყვით კომისარი მიმართავს, გამგეობის ხელმძღვანელობა მიმართავს, მიულოცავენ ამ დღეს და ასევე მოხდება მათი დაჯილდოება. გასულ წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გურჯაანში 51 ვეტერანი შეხვდა. წელს კი დღესასწაულს მხოლოდ 26 ისეიმებს. ისინი სახელმწიფოსგან 1000, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან 200 ლარს მიიღებენ. დიდების მემორიალი გურჯაანში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის უკდავსაყოფად 1978 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გაიხსნა. მემორიალი წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც შედის საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფერწერული ტილოები და ქანდაკებები. მემორიალს ამშვენებს ჯარისკაცის მამის ძეგლი და მარადისობის კედელი, სადაც 4000 შინმოუსვლელის სახელია ამოტვიფრული. სოფელი ყალთოში ანიმაციური ფილმების ფესტივალი თოფუზი გაიმართა. ღონისძიება კახეთში პირველად ტარდება. იყალთოს კულტურის სახლში მისულ ბავშვებს ეზოში თეატრალიზებული სანახაობა დახვდათ. რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებამ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანიმატორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა. იმ ბავშვებს კი, რომლებმაც ქართული ანიმაციური ფილმები დაასახელეს, სპეციალური ჯილდოები გადასცეს. ანიმაციური ფილმების ფესტივალი წელს უკვე მე-7-ე ტარდება და იგი მთლიან საქართველოს მოიცავს. დასკვნითი ღონისძიება კი ოქტომბრის თვეში ბათუმში გაიმართება. ჩვენი მიზანი არის ბავშვები მოვიყვანოთ დარბაზებში, შევაყვაროთ მულტფილმებზე კოლექტიური კინოჩვენება და ეს კულტურა ავამაღლოთ. ჩავრთოთ ბავშვები კულტურულ ცხოვრებაში და რაც შეიძლება მეტი ბავშვი დავისწროთ ფესტივალზე. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა, მოუწყეს ბავშვებს ერთი ლამაზი დღე, რომელიც დაახსოვდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე ალბათ და დაინტერესებაც გამოუჩნდებათ მულტფილმების მიმართ. ძალიან მომეწონა ეს მულტფილმი და თუ კიდევ იქნება ესეთი მულტფილმები, ძალიან გახარებული ვიქნები და დავესწრები ყოველთვის. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განმაგრძობს, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგვაცნობს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონის გარეთ ვითარდებოდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო გუნდის პროგრამა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგინა. პირველი საკითხი, რომელიც პარლამენტის დღევანდელ რიგ გარეშე სხდომაზე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა იყო გიგლა აგულაშვილს პარლამენტში საარჩევნო სიაში ადგილმონაცვლე თემურ ნერგაძე შეცვლის. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო და მისი პარლამენტიდან გასვლა საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებას იწვევს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში 11-12 მაისს სამუშაო ვიზიტს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს იოჰანეს ჰანს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ევროკავშირის გარდა გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინაში. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია ბელგიის მეფე ფილიპთანაც. ნარკოტიკების მომხმარებლების სასჯელისგან გათავისუფლებას არა, მაგრამ გარკვეულ შეღავათებს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ითვალისწინებს. ახალი რედაქციის მიხედვით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა მათი უკანონო გასაღებისგან იმიჯნება. შესაბამისად შემცირებულია სასჯელის ზედაზღვარი, ის 11-ის ნაცვლად 6 წლით განისაზღვრება. ვნახოთ სიუჟეტი.
ვცხოვრობდი 4 წელიწადი და პრინციპში ჩემი წამალდამოკიდებულება და ამ პრობლემასთან შეჯახება დაიწყო იქ. 8 წლიანი წამალდამოკიდებულების შემდეგ თემო უკვე 3 წელია ნარკოტიკურ საშუალებებს აღარ მოიხმარს. ის ამბობს, რომ გამოჯანმრთელება ოჯახის წევრებისა და მეგობრების გვერდში დგომით შეძლო. თამამა შემიძლია ვთქვა, რომ დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ არც ერთ ნივთიერებაზე. ამის ჩემი გამოჯანმრთელებაში ოდნავი დამსახურებაც კი არ მიუძღვის სახელმწიფოს. ეკატერინე დვალაძე სარეაბილიტაციო პროექტის ბენეფიციარია. ის არასამთავრობო ორგანიზაციაში რეაბილიტაციის პროცესს სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილ ხელოვნების თერაპიით გადის. თემოს მსგავსად ისიც სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო დახმარებაზე საუბრობს. არანაირად არ ეხმარება, ერთ-ერთი რითიც ეხმარება, ეს არის მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამები, რო არის. როგორიც სახელმწიფო არ არის? ისიც სხვა სახელმწიფო არ არის. ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის იმ თანხის გადახდა და ჩემი აზრით ერთ-ერთი გამოსავალი არის ეს, რომ უნდა იყოს იძულებითი მკურნალობა. შტრაფი ძალიან ძნელია ნარკოტიკის მომხმარებელმა შტრაფი გადაიხადოს ისევ კიდე კრიმინალისკენ უბიძგებ, რომ საიდან მოიტანოს ის თანხა. რა თქმა უნდა, ცუდია ნარკოტიკების მომხმარება, დამღუპველია. მე მგონი ჯობია რომ ყურადღება გაამახვილონ პრევენციაზე, სიმართლის ლაპარაკზე, არ შეეშინდეს ხალხს იმის ლაპარაკი, რაც ცუდი მოუტანა ნარკოტიკების მომხმარება. თუ ეს იქნება დასჯადი, ვერავინ ვერ ილაპარაკებს ამას. როგორც კი ეს გახდება არადასჯადი, ბევრი ხალხი ამოიღებს ხმა. ამ დაწესებულებაში კომპლექსური რეაბილიტაციის კურსს დაახლოებით 800 ბენეფიციარი გადის. ორგანიზაციაში კარგად იციან ნარკოტიკების მომხმარებელთა ყველა პრობლემა. გიორგი თოსელია სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებაც საუბრობს. საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა დღეის მდგომარეობით ცდება ყველა ლოგიკურ თუ არალოგიკურ ჩარჩოს. ინიციატივა, რომელიც შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ფასადური ცვლილებების, თქვათ, მცდელობას და წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით ევროკავშირის შესწავლას შეყვანის მცდელობას, ვინაიდან აღნიშნული ინიციატივის საფუძვლები მომდინარეობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებიდან, რომლის პირდაპირ მოთხოვნა არის ადამიანის უფლებებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის წარმოებისა ჩვენს ქვეყანაში. თოსელიას მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმებიან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში. ფაქტია და ნათელია, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ შემთხვევაში არ არის სისტემური და მხოლოდ ფრაგმენტულად ახორციელებს ცვლილებისათვის და იმისთვის, რომ საშინაო თუ საერთაშორისო ასპარეზზე, ვთქვათ, გქონდეს არგუმენტი იმისა, რომ ის დაადგა რეალურად ლიბერალიზაციის გზას. ჩვენი რესპონდენტები შენეშნებს არიზიარებენ ხელისუფლებაში. თამარ კორზაია ამბობს, რომ სისხლის სამართლის 260 მუხში დაგეგმილი ცვლილებები ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. ეს ცვლილებები განაპირობა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპზე, ასე ვთქვათ, ევროპელი ექსპერტების შემოთავაზებამ, რადგან მათი პოზიცია არის, რომ კანონი უფრო ნათელი უნდა იყოს, უფრო განჭკვეტჭადი და ასევე უფრო ზუსტ კვალიფიკაციას უნდა იძლეოდეს და საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ეს პოზიცია. სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. ჯერ უცნობია საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს როგორი სახით მიიღებს. ბოლო მონაცემებით კი საქართველოში 45,000 ნარკომომხმარებელია. საქართველოში ოფიციალურად 113,000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული. ყრუთა კავშირის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 1% ყრუდას მენა დაქვეითებულია. მათი საზოგადოებაში რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად კიდევ არაერთი საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული. რა ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით მთავრობამ და როგორ აფასებენ მას სპეციალისტები და თავად სმენა დაქვეითებულები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყოთ. კოკა მომლაძეს დაბადებიდან სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კომუნიკაციის სირთულის მიუხედავად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა უჭირს. ყურებს ყოველთვის და ყველგან ჭირდებათ თარჯიმანი. დასაქმების საკითხები იქნება განხილების თუ ნებისმიერი მომსახურებების. პრობლემები არის, მაგრამ ძალიან ის აღნიშნავ იმას, რომ მეტროში ჩვენ ხო არ გვესმის კარგად და სადგურები რო ცხადდება, აუცილებლად ტიტრები იდოს რომელი სადგურია. ჩვენ ვითვლით. კოკა ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს. სახელმწიფოს მათი რეაბილიტაციისთვის გაეროს 2006 წლის შშმ პირების კონვენციის რატიფიცირებით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არაერთი ვალდებულება აქვს აღებული.
112-ის SMS სერვისისა და ვიდეოზალის დანერგვის შემდეგ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ყრუდას ვენა დაქვეითებული პირებისთვის დისტანციური პროგრამა ამოქმედა. დღემდე ყრუდას მენა დაქვეითებულ ადამიანებს იმისათვის, რომ სხვადასხვა განაცხადი ჩაებარებიათ პირადობაზე, პასპორტზე, თქვა დაბადების მოწმობაზე და ასე შემდეგ, ესაჭიროებათ თარჯიმნის მოყვანა. დღეისათვის ეს აღარ ჭირდებათ. აღნიშნული გულისხმობს Skype-ის მეშვეობით ოპერატორთან დაკავშირებას, სადაც მომხმარებელს სპეციალურად პროფესიონალი ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მოემსახურებიან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობენ ყრუთა კავშირში. ამასთან მაია მეტონიძე აქცენტს იმ მოუგვარებელ პრობლემებზე აკეთებს, რომლებიც ყრუდას ვენა დაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია. ასოცირების ხელშეკრულებაც ხომ ეს სახელმწიფოს ნებაა, ხო? ანუ გათვითცნობიერებული გქონდათ ყველას, რომ აი რატიფიცირება უკვე გამოიწვევდა ძალიან ბევრ ვალდებულებების აღსრულებას. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დასაქმების კომპონენტი, გავიარეთ ტრენინგები, თუ როგორი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ დამსაქმებელთან, რომ დავაინტერესოთ დამსაქმებელი. მაია მეტონიძეს ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ყრუდას ვენა დაქვეითებული პირების რეაბილიტაციისთვის მათი ეკონომიკური უზრუნველყოფა აუცილებელია. რა თქმა უნდა, დასაქმება დარჩება პრობლემა ზოგადად მოსახლეობისთვის და მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხანდახან მეტი პირობების შექმნა ესაჭიროებათ იმისთვის, რომ დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი სამუშაო ბაზარზე საქართველოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ რეალიზებულები, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩვეულებრივი ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენი საზოგადოების წევრები და პირველი რაც მათ ჭირდებათ ამისთვის არის ის, რომ ისინი იყვნენ ეკონომიკურად უზრუნველყოფილნი. ხელისუფლებაში შეშემი პირთა რეაბილიტაციისა და დასაქმებისთვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყრუდას ვენა დაქვეითებულ პირებს ამ მიმართულებით სამუშაოების გააქტიურების პირობა მისცა. და რა თქმა უნდა მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული რომ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა რომელიც საჭიროებს გადაჭრას დროულად, მაგრამ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ რომ რა თქმა უნდა წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ერთბაშად ერთ დღეში მოგვარება რა თქმა უნდა პრაქტიკულად შეუძლებელი არის და ამას ჩვენ ვერ მოახერხებდით. ცნობისათვის საქართველოში ოფიციალურად 113,000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. ყრუთა კავშირის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 1% ყრუდას ვენა დაქვეითებულია. მსოფლიოში მათი რიცხვი კი 362 მილიონზე მეტია. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. წლის სტუდენტი ბრიტანეთის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. უცნაური ცხოველი კაპიბარა 50 კილომდე იზრდება. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 26 კი დაშავდა. ამის შესახებ უნიანის ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ანდრეი ლისენკოზე დააყრდნობითი უწყება. ბოლო პერიოდში დონბასში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, ბოლო რამდენიმე კვირაა თითქმის ყოველდღე მსხვერპლია. მანამდე კი დაახლოებით 2 თვის მანძილზე საბრძოლო მოქმედებები შესუსტებული იყო. მას შემდეგ რაც მინსკში 12 თებერვალს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები და მათი მეუღლეები დაიღუპნენ. ამის შესახებ Deutsche Welle პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობითი უწყება. როგორც გამოცემა იტყობინება, პაკისტანის შეიარაღებული ძალების ვერტფრენი, რომელშიც 11 უცხოელი და 6 პაკისტანელი იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლას დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით ორივე მფრინავი და 6 უცხოელი დაიღუპა. პოლონეთისა და ნიდერლანდების ელჩები კი დაშავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა. დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის კონსერვატიული პარტია ლიდერობს. ეგზიტ პოლების თანახმად კონსერვატორები პარლამენტში 325 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საკმარისია. პრემიერ დევიდ კემერონის თქმით, ჯერ საბოლოო შედეგები არ არის გამოცხადებული, თუმცა თუ მისმა პარტიამ გაიმარჯვა, იგი შეეცდება გაერთიანებული სამეფო კიდევ უფრო ერთიანი კახადოს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ტივიმ გაავრცელა.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრად 20 წლის სტუდენტი მაირი ბლეკი აირჩიეს, რომელიც კენჭს შოტლანდიის ნაციონალური პარტიიდან იყრიდა. გოგონამ ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი წევრი ლეიბორისტი დუგლას ალექსანდერზი დაამარცხა და 1667 წლის შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. უცნაური ცხოველი კაპიბარა, სახელად ჯოჯო, ძუძუმწოვარი მღრღნელების რიგს მიეკუთვნება. ის მღრღნელებს შორის ყველაზე დიდი ზომის იზრდება და ზრდასრულ ასაკში შესაძლოა 50 კილოგრამამდეც გახდეს. სწორედ კაპიბარა ჯოჯო მზრუნველობს პატარა ლეკვებზე, რომლებიც უდედოდ იზრდებიან. ჯოჯო დიდი სიყვარულითაა მათდამი განწყობილი ეთამაშება ლეკვებს და ყურადღებითაა ამ პატარა ცხოველების მიმართ. ლეკვებიც როგორც მშობელს, ისე აღიქვამენ. ქართველი და აზერბაიჯანელი რეპერების ერთობლივი ნამუშევარი გამოშვებაში ასევე ნახავთ. ქართველი ლეგიონერის კიდევ ერთი წარმატება. ახლა კი დღის სხვა ამბები. ინტერნეტში ქართველი რეპერის ბედნასა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ანარ ნაგილბეზის დუეტის კლიპი გამოქვეყნდა. სიმღერა სტარი კავკას სამ ენაზეა შესრულებული: რუსულ, აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. კლიპი რეპერებმა თბილისში გადაიღეს. ტრაგიკომედია რიგი and the Flash ოსკაროსანი რეჟისორის ჯონათან დემის ახალი სურათია, რომელშიც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. ეს მსახიობისთვის მეორე ფილმია, სადაც საკუთარ ქალიშვილთან, მემი გამერთან ერთად თამაშობს. სიუჟეტის მიხედვით მერილ სტრიპის გმირი დაბერებულ როკ ვარსკვლავს თამაშობს. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ქართველმა ლეგიონერმა ჯაბაკანკავამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ნეაპოლის ესტუმრა და სან-პაულოზე ნაპოლის ეთამაშა. დნიპრომ ძალიან კარგად შედეგს მიაღწია და იმის გათვალისწინებით, რომ ნაპოლის უპირატესობა აშკარა იყო, გუნდი მორიგი წარმატებისთვის ლიგაში თამაშს განაგრძობს. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ჩვენი გამოშვება ამით დასრულდა, კარგად ბრძანდებოდეთ.